უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში დასასაქმებლად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამის შესახებ ვიგებთ მთავრობის ახალი რეგულაციიდან, რომელსაც პარლამენტმა დაჩქარებული მოსმენით დაუჭირა მხარი. რა მოლოდინები აქვს სექტორს და რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ახალმა რეგულაციამ. თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში მალხაზ კუნელაური კომპანია MK Development Group-ის წარმომადგენელი გვერდება, დამფუძნებელი ბატონო მალხაზ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ იმ ასე ვთქვათ ჩაშლაზე და იმ ცვლილებებზე, რომელსაც ითვალისწინებს კანონპროექტი, გარკვეული მცირე მიმოხილვა იქნება, ძალიან საინტერესო ჩვენი მაყურებლისათვის გავაკეთოთ. რატომ გადაწყდა თქვენი აზრით ამ კანონის ასე ვთქვათ ამ ეტაპზე შემოღება და რაც თავარია, რას ითვალისწინებს ის ამ მოცემულობით? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირველად ვარ თქვენს გადაცემაში და წარმატებები გისურვებთ, კლერად თქვენს შემოქმედებით გუნდს, დარწმუნებული ვარ ყველაფერს წარმატებით გააკეთებთ. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ თემას, მე პირადად გეტყვით, რომ მე უფრო სამშენებლო მიმართულების ბიზნესის მიმართულებას წარმოვადგენ და ამ სფეროში ისედაც ბევრი ის უცხოელი, რომელზედაც აქცენტირებას ვაკეთებ დღეს, ეს არის ყველასთვის ცნობილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უიზო მიმოსვლა, ვისთანაც განახორციელეს ის 17 ქვეყანა არის, აზიური და აფრიკული ქვეყნები, იმ ქვეყნების წარმომადგენლები ისედაც ნაკლებად არის სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული. ის თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით, ეს რატო მოხდა ეს საერთოდ ანუ დღეს ეს რეგულაცია, მე უფრო შორიდან დავიწყებდი ამ საკითხზე მსჯელობას და ვიტყოდი იმას, რომ ეს პოლიტიკა ზოგადად შრომით ბაზარზე მიგრანტების და მათი დასაქმების არ არის თანმიმდევრული და არ არის ერთგვარ სტრატეგიად არ გამოიხატება თუ დავაკვირდებით ჩვენ გასული წლების მანძილზე და ეტაპობრივად საჭიროებების მიხედვით მთავრობა იღებს რაღაც გადაწყვეტილებებს. მე ვფიქრობ, რომ ეს იმდენად ურთულესი საკითხი არის და სენსიტიური საკითხი, რომ აუცილებელი არის მიგრანტებთან დაკავშირებით იყოს ერთიანი, გრძელვადიანი, სწორი პოზიცია და სტრატეგია განსაზღვრული. ანუ რას გულისხმობ, რომ არ შეიძლება რომ აი ესე ხელაღებით ჯერ გახსნა ყოველგვარი ვიზის გარეშე შემოუშვა, მით უმეტეს ისეთი ქვეყნების მოსახლეობა, რომლებიც არიან გაცილებით უფრო ღარიბი ეკონომიკური ცხოვრების დონით გამოირჩევიან, მათ არ აქვთ ის თუნდაც ის საშუალებები ეკონომიკური, როგორც ჩვენ და შემდგომ მერე გააკეთო ესეთი ჩამკეტი რეგულაციები. ეს კანონი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, არის აი ამ ასე ვთქვათ გახსნილი საზღვრების გამოცახილი, რომელიც სულ ახლახანს შევიტყვით. ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ქალაქში ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვხედავთ გვიდევს ერთგვარად პულსზე ხელი ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ჩვენ ვხედავთ საზოგადოების უარყოფით გამოკიდებულებას და განწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც იმ ქვეყნებთან მოხდა უვიზო რეჟიმის დაწესება ჩვენი მთავრობის მხრიდან, ქვეყანაში მასიურად შემოვიდნენ ისეთი დაბალ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები, როგორიც არიან წარმომადგენლები და იმ ჩამონათვალში მე მინდა მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს მეგობრებო, საუბარი არის ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ბანგლადეში, როგორიც არის უგანდა, განა, ტანზანია, პაკისტანი, იემენი და ასე შემდეგ. ანუ ეს ის ქვეყნები არის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომელ მოსახლეობასაც ჩვენ ხო არ ვართ მდიდარი და ღარიბი მოსახლეობა გვყავს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ისინი კატასტროფულად ძირს, ანუ ქვედა ზღვარზე არიან ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ მათი, ანუ ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყანაში ერთი სიტყვით მაღალ შემოსავლიანი ტურისტი თუ ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ და ასევე თუ კადრების მოზიდვაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვჭირდება კვალიფიკაციის მქონე კონკრეტულ დარგებში კვალიფიკაციის მქონე კადრები, მათ შორის საზღვარგარეთიდან. რაც მე ვფიქრობ, რომ აი ამ მიგრაციის ესეთ გახსნილი პოლიტიკა საერთოდ ამასთან არანაირ კავშირში არ არის და აი ამ არეულობიდან და მithქმა-მოთქმიდან გამომდინარე და ამის საფუძველზე მე ვფიქრობ, რომ დღეს მთავრობა ცდილობს, რომ აი ერთგვარად რაღაცა ესეთი რეგულაციის მსგავსი შემოგვთავაზოს. მე ვფიქრობ, რომ აი ამ მისი შინაარსიდან გამომდინარე, რაც
მე წავიკითხე იმ კანონპროექტის შინაარსი, მისი ადმინისტრირება ძალიან რთული იქნება, ძალიან გაჭირდება ამ ფილტრაციის გაკეთება, უბრალოდ სათქმელად იქნება ის, რომ აიცით რა ჩვენ რაღაც რეგულაციები გავაკეთებთ და შესაბამისად ხალხისთვის რომ თითქოს დააწყნარდნენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ რეგულაციებით რაც არის გათვალისწინებული, ძალიან რთული იქნება მისი აუცილებლად გადავალთ ადმინისტრირების ნაწილზე, ასევე იმ ჩანართებზე, რომელზეც დასაწყისში ვახსენეთ, შეჯამებისკენ, ასე ვთქვათ, ეს თემა რომ ამოწუროთ და შემდეგ გადავიდეთ, ანუ გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს კანონი ატარებს გარკვეულწილად პოპულისტურ, ასე ვთქვათ, ქმედებას და პოპულისტურ ხასიათს, სწორედაც იმ პირველი, ასე ვთქვათ, ცვლილებისგან და ცვლილების გამოძახილისგან, რომელიც ჩვენ მივიღეთ საზღვრების გახსნიდან. დიახ, ერთ მნიშვნელოვნად ასე არის, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ესეთი მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა მანამდე, ვიდრე არ გაიხსნა იმ კონკრეტულ 17 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი და როგორც კი იქიდან ამ უვიზო რეჟიმის შემდეგ შემოვიდნენ, აი სწორედ ესეთი დაბალ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებიდან მოსახლეობა და ჩვენ ვხედავთ, რომ სავსე არის ხო, ქვეყანა პაკისტანელებით, ინდოელებით, ასე შემდეგ და არამაღალ შემოსავლიანი ტურისტით. ასეთ დროს ქვეყანაში პროტესტი გაჩნდა, მათ შორის ალბათ მათ ახლობლებშიც და შეეცადნენ ამის დარეგულირებას. თორემ მანამდე წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში უამრავი მიგრანტი შემოდიოდა განვითარებული ქვეყნებიდანაც და სერვისზე ორიენტირებული ბიზნესი რაც იყო თუ სხვადასხვა სამშენებლო და ასე შემდეგ, კვალიფიკაციის თუ ნაკლები კვალიფიკაციის მქონე იმას რა ქვია მიგრანტებს თვითონ თავისუფალი ბაზრის პირობებიდან გამომდინარე დამსაქმებლები თვითონ იყვანდნენ და საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ დღეს ამასთან საქმე არ აქვს. აბსოლუტურად ეგ არის გამოძახილი აი იმ გახსნილი საზღვრებიდან შემოსული მოსახლეობის ვითომ ერთგვარად დარეგულირების შრომის ბაზაზე. ბატონო მალხაზ, როდესაც ადმინისტრირებაზე ვსაუბრობთ, გარკვეულ, ასე ვთქვათ, ბუნდოვანებას ვაწყდებით თავად კანონის განხილვისას. მაგალითად, ერთ-ერთი არის, რომ ასე ვთქვათ, დამსაქმებელი იმ შემთხვევაში შეძლებს კადრის დასაქმებას, უცხოელი კადრის დამსაქმებას, თუ დაამტკიცებს, რომ ანალოგიური უნარების კადრი საქართველოში არ მოიძებნება. პირველ რიგში როგორ უნდა, ასე ვთქვათ, მოხდეს ამის გადამოწმება და ამის ადმინისტრირება, რამდენად წარმოსადგენია, რამდენად შეძლებს და გაუმკლავდება ამის ადმინისტრირებას სახელმწიფო. თუ შეგვიძლია, ასე ვთქვათ, რომ ეს ის რეგულაცია, რომელიც სხვა რეგულაციების მსგავსად მხოლოდ ქაღალდზე დარჩება. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ამ წარმოდგენილ კანონპროექტს აქვს ორი მხარე. ერთი არის გამიზნული იმ მიმართულებით, რომ მოხდეს ერთგვარად აი ამ დუღილის ტემპერატურის დაწევა, რაც თვითონ ჩვენს მოსახლეობაში გაჩნდა ამ ესე იგი მათ ურეგულაციოდ შემოსული ამდენი მიგრანტის მიმართ და მათი აქ შრომით ბაზარზე მოძრაობის გამო და მეორე ეს არის ის რომ თითქოს ამ კანონპროექტით და აი თქვენ რა ბრძანეთ ამ დასაბუთებით თითქოს ბიზნესის საჭიროება არის მხოლოდ და მხოლოდ ეს რომ ბიზნეს ჭირდება და თითქოს ბიზნესის ინტერესიდან გამომდინარე ხდება ამ ნაკადების ქვეყანაში შემოყვანა და ამიტომ თითქოს ბიზნესმა უნდა დაასაბუთოს. მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად ეს მიმართულება და ამისი ადმინისტრირება ვერ განხორციელდება, ვერც ბიზნესი ვერ დაასაბუთებს იმას ადგილზე რატო ვერ იპოვა კონკრეტული კადრი და შესაბამისად ვერც ის ვინც სახელმწიფო ორგანოზე ვსაუბრობ, ვინც ამის ნებართვა უნდა მისცეს იმ უცხოელს რომ იმუშაოს კონკრეტულ დამსაქმებელთან, ვერც ის ვერასოდეს ვერ დაადგენს თუ რა პირობით და რა კრიტერიუმით შეარჩია დამსაქმებელმა ეს კონკრეტული პიროვნება და მსგავსი უნარების მქონე ადგილობრივი მოსახლეობიდან რატო ვერ იპოვა. თუმცა მინდა გითხრათ რომ მიზეზი აუცილებლად არსებობს და მართალიც არის რომ ვეღარ იპოვი ცოტა ხანში და უკვე ძალიან ძნელი არის საქართველოში ადგილობრივი კადრის მოძებნა. ისედაც საქართველოს ბაზარი არ ყოფილა ამ კადრების თვალსაზრისით არ ყოფილა ისეთი დიდი ბაზარი, ყოველთვის იყო შეზღუდული, ყოველთვის იყო ესეთი მცირე საკადრო რესურსის მქონე, იმიტომ რომ მოსახლეობა არის თვითონ მცირე და საბოლოო ჯამში ჩვენ ის მოსახლეობის ის ნაწილი, ჩვენივე მცირე მოსახლეობის მცირე საკადრო რესურსი დავკარგეთ პირდაპირ პროპორციულად და მნიშვნელობით გეტყვით, დავკარგეთ იმის გამო რომ ამ ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას
კონკურენციაში შესვლა უწევს და ეს რეგულაციები არ ვიცი ამას როგორ მოაწესრიგებს, მაგრამ ფაქტია რომ დღემდე ესეა. ფინანსურ კონკურენციაში შესვლა უწევს ისეთი ტიპის კადრთან, ეგრეთ წოდებულ კადრთან და დასაქმებულთან, როგორიც არის მაგალითად, რა ვიცი, სომალის, არ ვიცი, პირობითად, აი სომალიდან შემოსული ხარ მთელი ცხოვრება ჩვენ მე არ ყოფილი ვარ არასდროს სომალში, მაგრამ ვიცი რომ არის უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა. როგორ შეიძლება ჩვენ ადგილობრივ მოსახლეს გაუკეთოთ პირობა რომ ის კონკურენციაში შევიდეს სომალის კონკრეტულ მოქალაქესთან. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ესა და ამ დროს როდესაც შენ დაკარგავ კადრს და ის როდესაც წავა ამ სფეროდან, მე მისი უკან დაბრუნება ძნელია. და უკვე საბოლოო ჯამში ის რაც წერია მაგ კანონ პროექტში, რომ აიცით რა, სადაც უკვე არის ჭარბი მოთხოვნა კადრების და ადგილობრივი მოსახლეობა იქ ვერ ვაკმაყოფილებთ ადგილობრივი კადრებით, ამ დროს უნდა მივიღოთ ეს უცხოელები, ამ დროს მართლა დაგვიდგება და უკვე დამდგარია ეს მოცემულობა, იმიტომ რომ მართლა აღარ არის საქართველოში ის კადრები და ეს უნდა გაკეთებულიყო ჩემი აზრით, მანამდე ვიდრე აი ესე იმათ რა ქვია, უკიდეგანო შემოუშვებდნენ ამ ხალხს. ბატონო, ძალიან ცოტა რო დაგჭა და ბოლოს მინდა აუცილებლად კითხოთ კერძო სექტორთან დაკავშირებით, კერძო სექტორის პოზიციასთან დაკავშირებით, თქვენ სწორად ახსენეთ გარკვეულწილად ახლა პოსტფაქტუმ რეალობაში ვართ. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ რიგი ბიზნესები ხომ არ აღმოჩნდებიან გარკვეული კადრების დეფიციტის მიმართულებით, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ სპეციფიურ მიმართულებას, როგორც არის მაგალითად საკურიერო მომსახურება, სადაც ვიცით რომ ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული. კანონ პროექტის ამოქმედება ხომ არ შეუქმნის ბიზნესებს სერიოზულ საკადრო პრობლემებს. მე ვფიქრობ, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს კანონი და ზოგადად ხა კანონის იდეაც ეგ არის, რომ მას უკუძალა არ უნდა მისცე, მაგრამ ეს ალბათ ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ეს კანონი არ უნდა გაავრცელონ უკვე იმ ალბათ თუ კარგად დაკომპლექტებულ თუ შეიძლება ითქვას ბიზნესზე, რომელიც თავის საქმიანობას და ლიკვიდობას ყოველდღიურად ისედაც რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში ინარჩუნებს იმ თავისი კადრებით და რომელიც ყავს ის კადრი, ის უცხოელი იქნება თუ ადგილობრივი იქნება, იმ კადრებთან მიმართებაში აი ესეთი ტიპის გაცხრილვა და აი სადღაცას იმისი რისკის შექმნა რომ შეიძლება გამოაცალო ბიზნეს უკვე დასაქმებული კადრი, ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება. ეს ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო და ის თავისუფალი სივრცე კიდევ ვიმეორებ, რომელიც შეავსეს აქ გაუგებარი, რა ქვია, ეკონომიკური დაინტერესებით შემოსულმა უცხოელებმა, ის სივრცე ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეევსო, მაგრამ წარსულზე ახლა ვეღარაფერს ვერ ვიზავთ, რა ხან ეს სივრცე გამონთავისუფლდა აი ამ არასწორი მიდგომის და არასწორი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, ეხლა უკვე სადაც დასაქმებულები არიან ისინი, მათაც რა თქმა უნდა კანონი იცავთ მათ შრომით უფლებებს და ასევე ბიზნესის ინტერესში შედის, რომ მათ ეგრე ხელმოსმით არ დაკარგონ თავიანთი კადრები, ამიტომ მათზე არ უნდა გავრცელდეს. მაგრამ ამის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მკაცრად უნდა მოვთხოვოთ აბსოლუტურად სახელმწიფოსაც და შესაბამის სტრუქტურებს, რომ ქვეყანაში ხელი შეუწყოს ადგილობრივი კადრის დასაქმებას და ეს როგორ უნდა მოხდეს. მე პირდაპირ სამშობლო ბიზნესზე გეტყვით, რომ კარგი იქნება თუ კი სტრატეგია იქნება განსაზღვრული, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ადგილობრივი კადრები და როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რომ მეტი ფული დაუტოვოთ რაღაცნაირად ბიზნესს, ან გადასახადები შეუმციროთ, თუნდაც დროებით იმ პირობით თუ ის აი ამ დარჩენილ თანხას შეძლებს და გამოიყენებს იმისთვის, რომ ადგილობრივი კადრები დააინტერესოს შესაბამისი და ღირსეული ხელფასით და არა ისე, რომ ვიღაცა ერთ მოტოციკლზე რომ ორი ადამიანი ზის ინდოელი, ამას შევაჯიბროთ ჩვენი ადგილობრივი მოსახლე. ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ღირსეული ანაზღაურება უნდა მივცეთ აუცილებლად ადგილობრივ კადრებს და ამაში სახელმწიფომ უნდა ჩაუტოვოს მეტი ფული ბიზნესს და დაეხმაროს ამით. ბატონო მალხას, დიდი მადლობა თქვენ საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, მალხას კუნელაური MK Development Group-ის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და საუბრობდით ახალ შრომით კანონზე, რომელიც უცხოელების დასაქმებას დაარეგულირებს და რომელსაც პარლამენტმა დაჩქარებული მოსმენით დაუჭირა მხარი.